ჩვენი კომპანია უვლის ამ ბაღს. ჩვენი ბიჭები ძალიან მოყაითად მუშაობენ და შედეგიც კარგი გვაქვს. ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ლოროპეტალუმი, ჩინური ლოროპეტალუმი. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ როგორი პეპლებივით ყვავილები აქვს. არსებობს ამისი თეთრი ფორმა, ვარდისფერი და წითელიც. ამას ამ ჯიშს აქვს წითელი ფოთლებიც. ეს ყვავილობას იწყებს სადღაც აპრილის პირველი რიცხვებიდან, აპრილის 10-დან დაახლოებით. ყვავილობს მინიმუმ 1 თვე, ასე უხვად. პირველად ძალიან უხვი ყვავილობა აქვს, ხოლო შემდეგ მთელი წლის განმავლობაში მას აქვს ყვავილობა სხვადასხვა სიძლიერის. ანუ სადღაც სანამ პირველი თოვლი არ დადგება, მანამდე ის სულ ყვავილობს. აი ასეთი მცენარეა. ეშენია ყინვების, უნდა გითხრათ, რომ ყინვაგამძლე არ არის ძალიან მაღალთიან რაიონში, ეს უკვე არ გამოგადგებათ და ეშენია მას კიდევ დიდი ქარების, განსაკუთრებით გამჭოლი ქარების. იდეალური არის ეს კომპოზიციების შესაქმნელად. კარგია როგორც სოლიტერიც, კარგია როგორც ცალკეული ნარგაობა, ჯგუფური ნარგაობა, მას აძლევენ სხვადასხვა ფორმებს. ამჯერად ჩვენ მიცემული გვაქვს მისთვის სფერული ფორმა, მაგრამ მას შეიძლება მიეცეს სხვადასხვა ფორმებით, შტამზეც იყოს, უფრო ვიწრო სვეტისებრი ფორმა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფორმები. მისი ფერი ყურადღება გაამახვილეთ, ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ ფოტინიებზეც. აი ნახეთ, ფოტინია, ამისი ფერი როგორ არის და ამისი ფერი როგორ არის. ეს უნიკალური სცენარები იმისათვის, რომ თქვენ კომპოზიციაში მიიღოთ წითელი ფერები, ძალიან მკვეთრი წითელი ფერები.